ლაპარაკობს ადამიანი, რომელმაც ეს აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა. 52 მილიარდი ლარი ერთ წელიწადში. აზარტული თამაშების ბიზნესისთვის 2023 წელი ყველაზე უხშემოსავლიანი აღმოჩნდა. ერთ წელიწადში ამ ბიზნესში საქართველოს ბიუჯეტზე ორჯერ მეტი ფული დაილექა. 2011 წელს ვიდრე ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდოდა, აზარტული თამაშების ბიზნესის წლიური ბრუნვა ფაქტ-პეტრის მონაცემებით 424 მილიონი ლარი იყო. 2023 წელს კი ეს ციფრი 12-ჯერ გაიზარდა და 52 მილიარდ ლარს მიაღწია. აზარტული თამაშების ბიზნესი, რომელიც ბევრი მოქალაქისთვის საბედისწერო განაჩენი აღმოჩნდა, ქართული ოცნების მმართველობისას აყვავდა. აიკრძალება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება ჩვენს მოქალაქეებს, აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა. პრემიერის ამ დაპირების მიუხედავად სათამაშო ბიზნესში ფულის ბრუნვა კიდევ უფრო 48 მილიარდიდან 52 მილიარდამდე გაიზარდა. ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში გიყვებით, როგორ ნადირობს ხელისუფლება ამ ყველაზე მომგებიანი ბიზნესის წილებზე.